მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო მშვენიერებო და ჩემო კარგებო, მოდით ნახოთ ჩვენ მისი გეგმები თქვენს ურთიერთობაზე და თქვენზე. ხო, ნახოთ. ეხლა ვნახავ რა ხდება თქვენ შორის და მე ვკითხოთ მისი გეგმები. დღეს ამ დასთან მოითხოვა, რამდენი ხანი არ მიმუშავეა მაგაზე და ვნახოთ ეხლა თქვენი ენერგია. ეხლა რა ხდება ეხლა თქვენ შორის, ნახოთ. და მე უკვე რა თქმა უნდა так რა ხდება ახლა თქვენ შორის და მე უკვე სხვა დასას გამოვიყენებ იმისთვის რომ ნახო მისი გეგმები და ესაკეთ წავიდეს ესაკეთ მინდა რომ იყოს და მისი გეგმები აქეთამ დასწრით მინდა ნახო რა გეგმები აქვს ნახოთ რა გეგმები აქვს თქვენზე ხო, მაგისი გეგმები, ხო? Так, всё. უყარხართ ამას, ნახეთ. კაი, ნახოთ ახლა რა ხდება გოგოს ენერგია. ერთში ხმალების მეფე რა იყოთ გოგოებო, რა იყოთ თქვენ ახლა აქ ორი ვარიანტი ეგრევე. ან თქვენ სულ მაგაზე ფიქრობს, სულ მაგის ზიხარ, ანუ თქვენ ხართ მაგი რა, ანუ всё, მაგის ენერგია, მაგზე არ ვიძახი, მაგ ან თქვენი კაცის ენერგია შესიხარ. ან თქვენ რაღაცა ძალიან ისეთი გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, მოიცადე ნახოთ ახლა რა ხდება აქ. მაგი ვთქვი და აჰა, ნახეთ, იმდენი ვიძახე რომ მაგის ენერგია. Так, ნახოთ ჩემო სიტყვებო. ნუ ნახეთ ახლა რა ხდება. პრინციპში აქ როგორი პოზიცია გაქვთ თქვენ. ანუ თქვენ ელოდებით მაგის ქმედებას, ელოდებით. თქვენ გაქვთ მაგაზე ეხლა კარგი მოგონებები. ნახეთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი სულ ზის თქვენს თავში. ნამდვილად შემიძლია თქვა, მაგრამ თქვენ ეხლა პოზიციონირებთ თქვენს თავს. ისე რომ პრინციპში როგორ ხართ, იცით? აი, როგორი ენერგია, იცით, თუ დაუშვათ, გამოჩნდება და იმოქმედებს, ხო? მას თქვენ ეხლა უკვე პასუხისმგებლობას მაგაზე უკვე იმაშვებით რა ქვია აქცევთ მაგრამ თუ გამოჩნდება კი სიხარულით მივიღებ მაგას კი ბატონო იმიტომ რომ მარტო ეს არის ჩემ ცხოვრებაში ეხლა მაგრამ თუ არა ნუ რა ვქნა ანუ თან დაუშვოთ და როგორ პოზიციონირებთ თავს რომ არაფერს არ ვაკეთებ ეხლა იმდენს თქვა სიტყვაზე ხო მაგრამ თუ დაუშვოთ ეს შანსი იქნება მე ამ შანსს ავიღებ აი ესეთი პოზიცია გაქვთ, გაიგეთ? მაგრამ თან იმასაც ფიქრობთ, რომ ადამიანი ვაფშე საერთოდ ძრა არ არის რა აქ. და ამიტომ თქვენ ახლა უკვე მიიღეთ ესეთი მყარი გადაწყვეტილება, რომ თუ გამოჩნდება კი ბატონო, თუ არა და მე არაფერს აღარ გავაკეთებ. მაგრამ მაინც იმედი გაქვთ, რომ შანსი არის, შეიძლება გამოცოცხლება ამ ურთიერთობის. ნახოთ ახლა მისი პოზიცია. მისი პოზიცია როგორ აი ზის ეს ადამიანი ფიქრებში ზის ეს ადამიანი ნახეთ ახლა რა ხდება შეხედეთ რა ხდება აქ ამას ამის და აი შეხედეთ просто ღმერთო ჩემო ეს ადამიანი არის ძალიან კარგი მანიპულატორი პრინციპში როგორც თქვენს აქ რაღაცებს მანიპულირებთ შეიძლება თქვათ რაღაცა სურათებს დებთ რაღაცებს აჩვენებთ თქვათ რომ კარგად ვარ მშვენივრად ვარ რაღაცა არაფერიც არ მახელობს თვითონ ნახეთ რა დღეში არის ეს ადამიანი, ეხლა აქ დიდი ხანი არის ეს ჯუმად პოზიცია ვისი იქნება, აი ეს გაშლა იქნება იმათთვის, ვინც ეხლა ზის გაუგებრობაში, ვინც ეხლა ზის პაუზაში. ეს პაუზა არ არის ერთდღიანი, даже შეიძლება ერთთვიანიც არ იყოს, მაგრამ არის ეხლა როგორ ფიქრობს, მინდა არ მინდა, მჭირდება არ მჭირდება, რა ვქნა, რა გავაკეთო, ხო? მაგრამ თან თვითონ არის ის რა უნდა, გაიგეთ რა ხდება? თვითონ ახლა ამ დროს სულ თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი 24 საათის 7-ზე. იმიტომ რომ ძალიან უყვარხართ ამას. მაგრამ არის ეხლა აი დაიმალა, ჩაიკეთა. ვაფშე არაფერი, არავინ, ვაფშე ვერ ხედავთ. შეიძლება არც დებს, არც სურათებს, არც სტორებს, არც ნუ რა ვიცი მე, ვაფშე საერთოდ გაქრა. всё, არ არის.
მივხვდით? იმიტომ რომ პროცესში არის, მაგრამ ერთს არის ერთგვარი მისი манипуляცია. აბა ვნახოთ, თავი უნდა მოვანატრო. გაიგეთ რა ხდება? შეიძლება ამასაც აკეთებს, რომ იმიტომ რომ მან უკვე აი ისეთ ენერგიებში არის, როგორ იცი, თავის თავს ცდილობს ვითომ даже დაამშვიდოს. ნახეთ, რამდენი 4 არკანი და აქედან არის 3 მაღალი არკანი. მაგისტვის ახლა არის რაღაცა ისეთი პერიოდი შეიძლება არის, როგორ იცით, ანუ ეს დრო მისთვის საჭირო იყო იმისათვის, რომ მას ეფიქრა ნამდვილად ეს, ანუ აქ არის даже როგორ მომენტი იცით, ამ განიკურნების პროცესი მიდეს რა, ეს სიყვარული მაგას სხვათა შორის მაგაზე არ მოქმედებს ცუდად. აი ის რო თქვათ, ახლა ცოტა ღრმად რო ჩავიხვით, ეს პირიქით მაგისთვის არის განკურნებადი თემა. ადამიანი აქ გადადის, აი ეს მარტოობა საჭირო იყო იმისათვის, რომ პრინციპში მაგას უკვე დაელაგებია თავისი რაღაც აზრები, ფიქრები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს ადამიანი ახლა აწონდა-წონის, გაიგეთ, უნდა რომ დაალაგოს, დამშვიდეს, შეიძლება გქონდა რაღაცა ისეთი სიტუაცია, რაიც რთული. ეს ადამიანი ახლა გამოდის რბილად ტრანსფორმაციიდან. იმიტომ რომ პერიოდი გქონდა ადამიანს, რომ მე მჭირდებოდა ეს დრო იმისათვის, რომ მეფიქრა, მე მჭირდებოდა ეს დრო, რომ გამეგო საერთოდ. მინდა არ მინდა ეს ურთიერთობა, მე მჭირდებოდა ეს პერიოდი, რომ აი არა გეუბნეთ, აქ ადამიანი სრულად თუ თქვენი ბიჭი დეს სურათებს და ჰარალოზე არის და ჭკუაზე არ არის და რაღაცა თქვა და ხედავთ რომ ხან ერთი და ხან მეორე თქვა ახლა სურათი დადა და სულ ახლა ერთობა და თაშპანდურას უკრავს, ეს თქვენი არ იქნება ჯერჯერობით. არა, ეს იქნება იმათი, ვინც ახლა ნამდვილად ვაფშე საერთოდ არც იცით მაგაზე არაფერი, იმიტომ ზის ეს აქ თქვენ თავში. არ მოქმედებს, არ ვიცი რა ხდება ვაფშე. აი თქვენ შორის რა ხდება ახლა, აჰა. აი ზუსტად ეს ხდება თქვენ შორის, რომ აქ შეიძლება ადამიანთან даже მანძილიც გქონდეთ და აი აქ ხართ ბრძოლაში. იმიტომ რომ აქ ნახეთ, ეს ადამიანის არის სადღაც წავიდა იმისთვის, რომ იფიქროს რა უნდა გააკეთოს და იმის მიერ აი აქ არის ნახეთ გაუგებრობა სრული. შეიძლება კითხვებიც კი ბადებათ, უყვარვარ არ ვუყვარვარ და ასე შემდეგ, უყვარ ხართ. ძალიან უყვარ ხართ, თქვენს გიყვართ, მაგრამ უბრალოდ თქვენ რომ როგორ ხართ იცით, შეიძლება ფიქრობთ, რომ ნუ არ ვიცი რა, მე პრინციპში რაც შემიძლია იყო გავაკეთე ყველაფერი, მაგრამ ის რას ეზავს მე არ ვიცი, მაგრამ ის манипуლირებს ასე კიდევაც, რომ მოდი ახლა კიდე გავხსნი ცოტა. აი შეხედეთ. ეს არის მაგისი ერთგვარი манипуляция. თან ფიქრობს ეს ადამიანი, სხვათა შორის ეს ადამიანი უკვე ცოტას და უკვე მომწიფდება და იმოქმედებს, იმიტომ რომ ეს უყვარ ხარ ძალიან, მაგრამ ნახეთ რა მოხდა. ეს პერიოდი, როცა იყო ეს ადამიანი სადღაც, ხო? და ეს წავიდა და ჩაიკეთა, ხო? აი აქ მაგისტი ეს განახლებული სიყვარულით უნდა მოვიდეს, განახლებული ქმედებით, მიხვდით? ფიქრობს ეს ადამიანი, რომ იცის, რომ როგორც იყო უკვე ვერა, არანაირად უნდა დავტოვო ის ჩემი თქვათ რაღაცა გამოცდილებები, ნუ როგორც ვიქცეოდე მე ადრე, ეს უკვე აღარ იმუშავებს ამ ურთიერთობაზე, არანაირად არ იმუშავებს რა. აქ თუ მე გამოვჭდი, მე უკვე სხვანაირად უნდა ვიმოქმედო რა, იმიტომ რომ ის უკვე ჩემი თქვათ ქცევები, ჩემი თქვათ ნუ манипуляციები, ჩემი რაღაცები, ხო, ის უკვე აღარ იმუშავებს, ის დარჩა როგორც გამოცდილება, თუ დავიწყე სხვანაირად უნდა დავიწყო რა. ანუ და აქაც გვაჩვენებს, რომ უკვე აი განახლებული გრძნობებით, აი თითქოს უფრო მეტი გაიგო რაღაცა თქვენს შესახებ, იმიტომ რომ გქონდა უდიდესი დრო მაგას იმისთვის, რომ ეფიქრა. მიხვდით? ნუ ვნახოთ ახლა მისი გეგმებიც ვნახოთ ახლა ჩვენ. ხო, ნახეთ, გამოსვლა არის, აი აქ მაგას, კი, გამოდის ეს ადამიანი იმ პერიოდიდან, სადაც არაფერი არ ხდებოდა. ეს ადამიანი თუ
ნახეთ, იყო დიდი ხანი ისე სულ ყველა ასეთი არკანები მოდის, რომელიც გვაჩვენებს, რომ აქ პაუზა იყო და უნდა გამოვიდეს ამ პაუზიდან ეს ადამიანი, იმიტომ რომ მიიღო აქ სულ ტუზები, ნახეთ, ტუზები რა. ანუ მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება ამ ადამიანმა, რომ всё მორჩა, უკვე უნდა გამოვიდე ამ პაუზიდან, რატო გადაწყვეტილება ეგეთი მიიღეს შენ, რა იმოქმედა შენზე. Ну, აი, ნახეთ, ისედაც დიდი ხანი ვფიქრობდი, ისედაც დიდი ხანი. აჰა, კი, всё. იგივე, ნახეთ. იგივე მოდი, იგივე. всё. აქ მიხვდა ამ ადამიანმა, რომ თქვენ ხართ მისი ქალი, ის ქალი, ვისაც მე მინდა ვიყო სულ. ეს არის ჩემი მფარველი ანგელოზი, რა ვიცი, როგორ თქვა. უკვე დრო არის გამოვიდე ამ მდგომარეობიდან და ვიმოქმედო, იმიტომ რომ მე მიხვდი მისი ფასი. მე გავიგე, რომ ეს არის ჩემი ქალი, მე უკვე დავრწმუნდე იმაში, რომ ეგ არის ჩემი უსაყვარლესი ადამიანი. კი, ქონდა მაგას ძალიან ბევრი და ვერ დავკარგავ ამ სიყო, დავიტანჯე უკვე ამ სიყო, გადავიწვი უკვე მე, აღარ შემიძლია, იმიტომ რომ ამ ქალმა მოკლედ რა ვიცი რა, ნუ იმპერატრიცა ყველაზე მთავარი და უმთავრესი ქალი არის ჩემთვის ეგ. და ამას მე ნამდვილად ვერ დავკარგავ. ვერა, იმიტომ რომ თქვენი აი როგორ გითხრათ ახლა დაკარგვა, ნუ არა რა. თქვენ მაგას აძლევთ სიყვარულს, ბედნიერს. აი ძალიან კარგად მიხვდა მაგან, რომ აი აქ რო იჯდა განდეგელში, რომ იჯდა, რომ აი მარტო მაგას შეუძლია, რომ მე გამაბედნიეროს. მე ეს მივხვდი, ნუ გოგოება აქ გეუბნები ძალიან დიდი პაუზა გქონდათ ვიღაცას, კიდევ ვიმეორებ, რომ აქ არ იყო 2 დღიანი და 1 კვირა არ გამოჩნდა და ეხლა მოდის ეხლა სიყვარულეთ. არა. და ესეც დაიმახსოვრეთ, რომ ეს უგეუბნეთ, როცა პაუზა არის რაღაცა, მაინც ან წაიგითხათ, ან ისწავლეთ რა, მამაკაცების, თქვათ, ბუნება, მამაკაცების, თქვათ, თვისებები, იმიტომ რომ არ არიან ეგენი ჩვენსავით რა. ჩვენ ეხლა შეგვიძლია გამოვხატოთ, თქვათ, ეხლა ჩვენი ტკივილიც, ჩვენი თქვათ უკმაყოფილება, ჩვენი თქვათ სიყვარულიც თუნდაც, ხო? მამაკაცები, როცა უკვე ნახეთ, როცა ხდება მამაკაცი, რომ უკვე ვერ აკონტროლებს სიტუაციას და უკვე შემიყვარდა იმ დონეზე, რომ მე მის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხო? ეს მაგათთვის არის ძალიან რთული და ეგენი მე მიდიან და ემალებიან ამ გრძნობას, გამიგეთ, იმიტომ რომ ამას უჭირს გამოხატვა რა. ნუ არიან ეგეთი უმრავლესობა ბიჭები არიან აი ესე რომ თქვა რომ მუდოები რა, ნუ არ შეუძლიათ, მიხვდეთ? არის ბუნებრივად, არიან უმრავლესობა ეგეთები, მიხვდეთ რა ხდება? და ამიტომ ახლა ეს ჭირდება, ეს უკვე თქვენი არჩევანი, თქვენ დაჯდებით, დაელოდებით თუ არ დაელოდებით, მაგრამ მელოდინში კიდევ ერთხელ გეუბნებით, არასოდეს არ გულისხმობ, რომ შენ უნდა დაჯდე ფანჯარასთან და ელოდო მისი მანქანის შემოსვლას, მისი ფეხის შემოდგმას. არა. ეს პერიოდი ჩვენ ყოველთვის გვეძლევა იმისათვის, რომ ჩვენს აქ გავაანალიზოთ, ანუ ჩვენი ცხოვრებით დავკავდეთ, ჩვენი ანუ ეს დრო ჩვენ გვეძლევა სულ სხვა რამისთვის და არა იმისთვის, რომ ის რა ვიფიქროთ, ახლა კაი, რას ფიქრობს, რას გრძნობს, ხო უყურებთ გაშლებიდან, მაგრამ თქვენს ახლა ხო გაიგეთ რაც ხდება, გადაერთეთ და დაკავდეთ შენი საქმეთ. გამიგეთ? რომ ამასაც ახლა ეს ნუ ზღუდავ, ნუ შენ ახლა სულ 24 საათი 7-ზე ამაზე ფიქრობ, ჯერ პირველ რიგში შენ მაგას არ აძლევს საშუალებას რომ მოენატრო, იმიტომ რომ ბევრი ხარ. ენერგია, სადაც აი ენერგიას იქით უშვებ შენ, ხო? ამ ენერგიით შენ ყვებავ და ის გრძნობს, რომ შენ სულ აქ ხარ, სულ აქ ტრიალებ. მიხვდი? და აი რანაირად ახლა უნდა მოენატრო. როცა შენ ენერგიას იღებ და სხვა რამეში აგზავნა, ამასაც აძლევ თავისუფლებას და აძლევ იმას, რომ ადამიანმა დაფიქრდეს, მე მინდა ეს, მე როგორ ვგრძნობ მის გარეშე. მე მენატრება, მე მინდა ვინ არის ეს ქალი ჩემთვის, რატომ ასე და უკვე როცა გრძნობს, რომ კარგავს, ხო? მერე უკვე ადამიანი მოქმედებს. გამიგეთ, თან პლუს კიდე ესეც ხო თავის რაღაცა ტრანსფორმაციებს გადის. ეს სულ ნახეთ, ამას გეგმავს, რას გეგმავს? თქვენთან ერთად ყოფნას გეგმავს ეს ადამიანი. იმიტომ რომ აქ უკვე მისული არის იმ დონემდე ეს ადამიანი, რომ ნამდვილად, ნუ აი საშენელება, რომ თუ დავკარგებთ, რომ თქვენ ნახეთ, იმპერატრიცა არის ქალი, რომელიც მნიშვნელოვანი არის ამ კაცისთვის, რომ
ეგ აქ იქნებით თუ არ იქნებით თქვენ ერთად, თქვენ ყოველთვის ეს თქვენ სულ ყოველ დღე მაინც გაგახსენდებათ. ხო არის ხო? აი ნუ შეიძლება არ იჯდება 24 საათი, მაგრამ უცბად რაღაცა წამიერადაც შეიძლება გაახსენდები მაგას. გამიგეთ, იმიტომ რომ თქვენ აქ ნუ სულ სხვანაირი ადამიანი ხართ მაგისთვის. თქვენ ხართ აი ადამიანი, რომელიც აი როგორც ჩემი ანგელოზე რაღაცა, ანუ თან ამ პაუზაში ადამიანი ბევრ რაღაცას კარგს იხსენებს. გაიგეთ, ეს პერიოდი ხო გადის, როცა თქვა ხა, სულ ცუდ რამეა ვეთქვა, ნუ რომ ვიჩხუბეთ ერთმანეთი გვინდა რომ მივასიკვდილოთ, მაგრამ მე გადის პერიოდი და მე უკვე შენ გახსენდება რაღაცა კარგი, იგივე მაგასაც, ხო? მაგრამ მიეცეთ სივრცე ადამიანს იმისათვის, რომ მაგან მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ აქ პრინციპში ახლა არის ეს მომენტი და ამიტომ ამ ადამიანს ბევრი იფიქრა და მიხვდა, რომ ჩემი ბედნიერება იქნება ის, რომ ეს ხალი ჩემი ბედნიერება არის. და ამიტომ მე ვგეგმა მასთან ერთად გაგრძელებას ურთიერთობის. თუ თქვენ თუნდაც, ნუ თქვა, თუ დაუშვათ არის რაღაცა მომენტი, რომ სიტყვაზე შეგიძლიათ თქვა შვილების გაჩენას ხარ თქვენ ახლა ისეთი ანუ სიტუაციაში რომ შეგიძლიათ კი, ანუ სულ მცირე გეგმა მასთან ერთად ცხოვრებას. აქ სხვათაშორის შეიძლება ადამიანი ან უყურებს, გაშლებს, ან შეიძლება თვითონაც იცის რაღაცა, ან ვინმეს მიმართავს. და იმას შეიძლება უთხროს, რომ ეს ხალი არის შენი ბედი და ამიტომ მანაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. კი, აი, ნახეთ. კი, გადაწყვეტილია. კი. აქ მიხვდა ამ ადამიანმა, რომ ეს არის მისი სიყვარული. მისთვის არის მნიშვნელოვანი და აქ ნახეთ ახლა ბოლოშიც მე-20 არკანი, ყველა ვარიანტში აქ ურთიერთობა ისე აღდგება პენტაკლების ტუზი. კი. მაგი ახლა ნახეთ გამოდის ამ ბრძოლიდან, რომ აი არ უშვებდა აქ ახლა თვითბედი, ახლა ერთობა და ნახეთ ტუზები არის შენგენად სვალი. всё, გაგოცეთ ბევრი, გელოდებით კომენტარებში, მიყვარხარ და როგორც ყოველთვის გისურვებთ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.